ესე იგი იყო ცნობილი ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების დამფუძნებლად ითვლებოდა ფაქტიურად რა. ესე იგი ჭეშმარიტი ის იყო მიმდევარი იყო ქართული ხალხური ცეკვის დედანის შემნარჩუნებელი იყო მთავარი. და სულ ეწინააღმდეგებოდა ყველა თავის კოლეგა ქორეოგრაფებს, რომლებიც ქართულ ცეკვებში ხმარობდნენ არაქართულ ილეთებს. ზედმიწევნის კარგად იცოდა მთელი ქვეყანა, მთელი საქართველოს ფეხბურთმა მოვლინი და ზედმიწევნის კარგად იცოდა თუ რომელ რაიონში თქვა, რომელ რეგიონში, რომელი რეგიონი რითი იყო გამორჩეული თავისი მონაცემებით ცეკვასთან დაკავშირებით. პირველმა დადგა მამაჩემად ცეკვა სამაია, ულამაზესი ქალთა ცეკვა სამაია. ეს მოხდა ცოტა ისეთი მისთვის მოულოდნელად ჩვენი ერთ დღეს ჯერ კიდევ 1934 წელს რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა დიდი სანდრო ახმეტელი, რომელმაც თავისთან მიიწვია დიდი ჯანო მამაჩემი და უთხრა რომ ჯანო მე ეხლა მუშაობ ახალი სპექტაკლის ლამარას დადგმაზეო, რომელშიც მინდა რომ აუცილებლად შესრულდეს ქალთა ცეკვა და ძალიან მინდა რომ შენ დადგა ეს ცეკვა. ორ დღეში ცეკვა სამაია მზად იყო ამ სპექტაკლისთვის. თორსა პირველად დადგა მან ფარიკაობა ცეკვა. ამ ცეკვაში გამოიყენა მან პირველმა ქალის მიერ მოასპარეზე ვაჟებს შორის, მოფარიკავე ვაჟებს შორის თეთრი მანდილით ჩაგდება. თეთრი მანდილი და არა სხვა ფერის. ეხლა რას ნიშნავს თეთრი მანდილის? იმიტომ რომ რატო თეთრი და არა წითელი და ყვითელი? იმიტომ რომ თეთრი როგორც ვიცით, მშვიდობის და სიწყნარის ის არის, აი სიმბოლოა ფაქტიურად და როგორც კი ქალი ამ მოპაექრე ვაჟებს შორის ამ თეთრ მანდილს დაუშვებს, მოპაექრე ვაჟები ზავდებიან და რიგდებიან და იწყება მერე მასიური ცეკვა ფარიკაობა თქვა. აი ასე დაიდგა ეს ცეკვა პირველად. ომის დამთავრების შემდეგ, სამოულო ომი რო დამთავრდა, საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა დაიწყო ფეხს იკიდებდა ჯაზის მიმდინარეობა. მოსკოვში გაჩნდა 3 ჯაზ ორკესტრი. პირველი ორკესტრი ესე იგი დააფუძნა იყო ასეთი ცნობილი მესაკვირე ტრუბაჩი ეგრეთ წოდებული ედი როზნერი. კარგად უკრავდა საყვირზე ძალიან თვითონ როზნერი და იმან შექმნა პირველი ჯაზ ორკესტრი. ამას მოყვა რენსკის ორკესტრი, ლეონიდ უტიოსოვის ორკესტრი და გაჩნდა ორკესტრი ბაქოში, ერევანში და აქ მამაჩემს გაუჩნდა სურვილი მუშაობდა სიმღერათა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ქორეოგრაფად, მთავარ ქორეოგრაფად. მაგრამ ასე დაინტერესდა ის ამ ჯაზის მიმდინარეობით და ბაქოში და ერევანში ჯაზია ჩვენთან რატო არ უნდა იყოსო და კულტურის სამინისტრო მაშინ არ არსებობდა, იყო ხელოვნების მუშაკთა სამმართველო. და იქ სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო პავლე კანდელაკი, რომელსაც კარგად იცნობდა. მივიდა მასთან და მოუყვა თავისი სურვილის შესახებ, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ თბილისში დაიარსებინა, შეექმნა ქართული ჯაზ ორკესტრი, რომელშიც მთელი რეპერტუარი, საკონცერტო რეპერტუარი იქნებოდა დაფუძნებული ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებზე. საქმე იმაშია, რომ მამას ყავდა ერთი კარგი მეგობარი, ცნობილი მსახიობის აკაკი ვასაძის შვილი. რუსთავის თეატრის ცნობილი მსახიობი იყო აკაკი ვასაძე. მისი შვილი გოგი ვასაძე იყო სპეციალურად თვითონ რეჟისორი, მაგრამ ძალიან კარგად ღეროდა. ღეროდა ეს სცენაზე კი არ უმღერია, მაგრამ აი მეგობართა წრეში გიტარის თახლებით ღეროდა კარგად. და ჩვენ ერთ დღეს მამას შეხვდა და ჯანო ქუთაისში ვიყავიო მე სტუმრათო, ერთო ჯახშიო. წვეულება იყო, სუფრა იყო რა და ერთ-ერთმა ქალმა იმღერა ესეთი კაი სიმღერა ძალიან მომეწონა, ახლა გიმღერებ და ნახე როგორ მოგეწონებათ. მით უმეტეს იქნებ შენ გამოგადგეს, ვიცი რომ ორკესტრის ჩამოყალიბება გინდა იქ გამოგადგესო და უმღერა ეს ყვავილების ქვეყანა. ყვავილების ქვეყანა არის დაწერილი, იყო დაწერილი იმ ქალის ნამღერი იოსებ გრიშაშვილის ლეგზე ნამღერი იყო. კომპოზიტორი ვინ იყო არავინ არ იცოდა. მამას ძალიან მოეწონა ეს სიმღერა და გადაწყვეტილება მიიღო ასეთი რომ თუ სტუში მომეხმარება და მე ორკესტრს მოაგროვებო შემადგენლობას მუსიკოსების
აუცილებლად ეს სიმღერა უნდა გავაჟღეროთ სცენიდან და თვითონ მივღერებოთ. მე ვარ ეს 46 წელია და მე ვარ მაშინ 8 წლის. სულ ხელმოკიდებული დავყავდი. ყველა რეპეტიციაზე ვიჯექი, ყველას ვიცნობდი, მიხარო და ყველაფერს ხედავდი და ყველაფერს კარგად ვიცნობდი და მე დავყავდი გასტროლებზე და წავიდო და იქაც მივყავდი და თაობის წარმომადგენელი ტყვეჩავარდილი ომის მერე და ომის დროს და მერე იქით გადახვეწილი საფრანგეთში, იქ ცხოვრობდა და სულ უნდა რომ თავის ხელოვნება იქ გაეწანა, მაგრამ არ გააკარეს ახლოს. აი იქ უკვე ბაგრატიონობა უშლიდა ხელს, როგორც ამბობენ, რა ვიცი, მაგრამ ბაგრატიონობა კი არა, სხვა რაღაცა იქ იყვენა ვიღაც ესეთი ხელისშემშლელების სხვები, რომელსაც არ უნდათ რომ მათზე უკეთესი იქ ვინმე გამოჩენილი იყო და არ უშვებდა. აი მე გეტყვით ახლა რა, მე ძალიან მე როცა მე ხა ვიყავი საერთოდ სპორტსმენი ვიყავი, ხელბურთელი ვიყავი და ადრე არ მოსვლი აზრად რომ მე ფიქრა ამაზე რომ აი მამაჩემის დადგმული ცეკვები იქნებოდა თუ ან მისი შესრულებული ცეკვა ოპერის თეატრში ან მერე ჯაზ ორკესტრში მისი ნამღერი პირველად ნამღერი რომ მომეძებნა. არ მაშინ არ მიფიქრია, მაგრამ როცა ამ სპორტს დავანები, ხელბურთს თამაში თავი დავანები და ცოტა ფეხზე დავდექი და ცოტა მოვედი გონს რომ ალბათ ამას ყველაფერს უნდა თავი მოეყაროს. ძალიან დაჩაგრული იყო, სხვა შორის სულ წინააღმდეგობების გადალახვაში იყო მთელი ცხოვრება. სულ ეჭიდაებოდნენ, იყო ერთი ჯგუფი, სერიოზული ჯგუფი ძალიან, რომელიც აი ყველანაირად უღობავდა გზებს რა თავის მოღვაწეობაში. ძალიან დიდი მადლობა რომ ასე დაინტერესდით და გაინტერესეთ მისი წარსული და როგორ ვინ იყო და რას წარმოადგენდა საერთოდ დიდი ჯანო, ასე უძახდნენ მას. თავისმა მოწაფეებმა შეარქვეს დიდი ჯანოს და ახლა მე პატარა ჯანო ვარ, რა ვარ პატარა ვარ მე ისე, და დიდი ჯანო, ასეა ხო.